მოდი მეგობრებო, როგორ ახარ? კარგად. თავად? კარგად, საბძანი. მარგალიტას შენ არ გჭირდება ბევრი საუბარი, ვიცი რომ ხშირი სტუმარი ხარ აქავალ. და სარავი ადგილია. და კარგად დავიმთხნეთ, რომ შემოგთავაზე ეს ადგილი, მითხარი რომ მეც მან ფიქრობდიო. კი. ისეთი გარემოა, ისეთი პირობაა, რომ აი დაჯიკი ისაუბრე, ჩაიდალე, თანახე როგორ დაგახვედრე. სიგემბრიელეები, რომელი ერთი? შესანიშნავი ამბავი. მადლობა რომ გვესტუმრე. ლაშა. მადლობა თქვენ. სუდაკავებული ხარ ხოლმე. ჩაი გიყვარს? ძალიან. ჩაის ვამ ხოლმე აქ? ძალიან. კი ხშირად. ჩემ გადაცემის ფარგლებშიც დალია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ლაშა მოკლედ თქვენი ხშირი სტუმარი ყოფილა და დიდად მასთან რეკლამირება არ ჭირდება. მე მგონი არავისთან არ ჭირდება აქავრობას რეკლამირება, მაგრამ გამიხარდაო ლაშამოთ იცოდა. შაქროთ თუ უშაქროთ? უშაქროთ. ნუ ძალიან კარგი. ლაშა. რამდენიმე თემაზე ვისაუბრებთ დღეს შენთან ჩვენ. ჩვენი არქის მაყურებელი დილის ფორმატით გიცნობ შენ როგორც ბანას პროექტის ერთ-ერთი აქტიური წევრი, როგორც თვითონ ბანაშენებლობის, ასევე ბანას ამ უნიკალური პროექტის გამო შექმნილი ანსამბლის და მგალობელთა გუნდის. მოდი ზოგადად დავიწყოთ ბანაზე. საუბარი, დიდი მადლობა. რომელიც ხდება უბრალოდ ერთი ეპარქიის ტაძარს, ეს არის, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის ჩვენი ეკლესიის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დიდი მადლობა, რომელიც მეუფე სიმეონის იდეით მისი უწმინდესობის კურთხევით შენდება და შენ ჩართული ხარ თვითონ ამ პროექტშიც და გითხარი რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ გავაცნოთ საზოგადოებას თუ რასთან გვაქვს საქმე და შემდგომ იმ ანსამბლზე, მგალობელთა გუნდზე, რომელიც ამის გამო ჩამოყალიბდა და შემზადები დირექტორი ანსამბლს. კეთილი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენი მოწვევისთვის. კარგი აღნიშვნა იყო სწორედ რომ ახალი ბანა ზოგადად ეს მასშტაბური პროექტი ნამდვილად ცილდება ერთი რეგიონის, ერთი ეპარქიის საზღვრებს და ეს არის ნამდვილად საქვეყნო მასშტაბური პროექტი და ძალიან მალე ამ ყველაფერს საქმეში უკვე ყველა იგრძნობს და ყველა დაინახავს. ახალი ბანა, როგორც იცით, არის განხორციელება, ანუ ახალი სიცოცხლე ტაო-კლარჯეთში ისტორიული ბანას ტაძრისა და გეოპოლიტიკური ცენტრის, რომელიც როგორც მოგეხსენებათ, იმთავითვე მაშინაც იყო არამხოლოდ სულიერი დატვირთვის და მიმართულების ცენტრის მაშინდელი ტაოს სამეფოზე, არამედ გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. მაშინდელი მეფეებისთვის ჩვენი და განსაკუთრებულად დიდ პატივს სცემდნენ და მის დიდებულებას ყველა განსაკუთრებით აღიარებდა. სწორედ ამიტომ ამ მოტივით მეუფე სიმეონის ძალიან დიდი შემართებით დიდი შრომის მოყოლებით და რა თქმა უნდა ჩვენი საყვარელი პატრიარქის ლოცვა კურთხევით 2017 წელს სათავე დაედო და საფუძველი ჩაეყარა ახალი ბანას ტაძრის მშენებლობას და ზოგადად ახალი ბანას ამ დიდებული პროექტის განხორციელებას, ამ დიდებულ იდეას და სწორედ მადლობა ღმერთს რომ ჩვენ მე პირადად მომეცა საშუალება ამ პროექტში აქტიურად ყოფნისა და არ შევწდებით რომ ვიტყვი რომ არ გასულა ჯერ დღე რომ ახალ ბანასთან დაკავშირებით ჩვენ არ გქონოდეს აქტიური შეხვედრები, არ გქონოდეს აქტიურად საუბრები ადამიანებთან, რომ ბოლოს ჯერ გავაცნოთ ეს პროექტი და შემდეგ უკვე ქვედა-ნაბიჯებსაც გადავიცით. სანამ ჩვენ განვაგრძოთ, მე არ შემიძლია არ გამოვიყო მეუფე სიმეონის საოცარი მოშურნეობა, იმიტომ რომ მე მანამდეც როგორც ულთავართან მქონდა რაღაც ესეთი ხო, ურთიერთობა და ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ მეც მომიწია, იმიტომ რომ თვითონ ეს საძირკვლის კურთხევა რო იყო, იქაც წამყვანი ვიყავი და ამ კუთხით არაერთხელ შეხება მეუფესთან და ესე იგი, ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ჯერ ულთავრობა რა არის, ეპარქიის მართვა რა არის და ამდენი იდეები, საიდან მოსდის და ესეთი სისტემა, როცა ჩვენი საძირკვლის კურთხევა შედგა და ვნახეთ ის ორმო, რომელიც ამოვიყო ხო საძირკვლისთვის. მე მეგონა რომ ერთი 10-15 წელში შეიძლება რაღაც ყოფილიყო და უკვე კედლები ამოსული და მეუფეს ეს ცალკე ნიჭია კიდე მისი ორგანიზების შენებლობის უკვე აშენდა სასწავლებელი და აქვე ვთქვათ რომ აქ არ იქნება უბრალოდ ტაძარი, ეს დიდი კომპლექსი, რომელიც შეადგენს კულტურული, სულიერი მუზეუმები, სასწავლებელი, უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც ხდება უბრალოდ რაღაც სულიერი რაღაც მნიშვნელოვან დატვირთვას. ცალსახად. კი, მართლაც აი ეს უზარმაზარი ორმო, რომელიც ახსენე გვახსოვს ჩვენ იქ ერთად ვიყავით ამ დღეს კურთხევის დღეს, ეს ორმო მართლაც თავიდან ძალიან გვაშინებდა ყველას, ერთ-ერთი ვინცაც არ აშინებდა პირიქით რაღაც განსაკუთრებული აღავსებდა რაღაც იმედით, ეს იყო მეუფე და სულ მიკვირდა ხოლმე რომ აი მოშიშვლებულ ადგილას რა უნდა გავიკეთებინა ეგ არ ვიცი რა ძალას უნდა გაიკეთებინა ის რაც უკვე გაკეთებულა და რაც დარწმუნებული ვარ ღვთის შემწეობით და მეუფის მართლაც განსაკუთრებული შრომის მოყვარეობით იქ გაკეთდება
და მახსოვს აი უწმდეს ემოციებიც გემახსოვრება ალბათ, იმიტომ რომ არ თავდებოდა ეს საკურთხეველი სანამ მივედით ქვასთან ჩავდეთ, ხო? სანამ ჩავედით, კი, საკურთხეველი ქვა და ყველას ეს მახსოვს, ყველას გაოცება, სასიამოვნო გაოცება მასშტაბებიდან გამომდინარე და გულწრფელად ეს ძალიან სასიხარულოა. აი ბანას ერთმა პროექტმა უკვე ჩვენი ქალაქისთვის, აი ახლა უკვე აი ამ მოცემულობაში ქნა და გააკეთა ის ამბავი, რომ უკვე ჩვენ 400 ჩვენ აქვს სამინისტრო, რა თქმა უნდა, მათი დიდი გვერდზედგომით და უშუალო მათი ხელმძღვანელობით განხორციელდა უკვე მასშტაბური პროექტი, ჩვენ გაიხსნა ბანაზე 400 სტუდენტზე, მსმენელზე გათვლილი პროფესორი სასწავლებელი, უკვე აქტიურად აბსოლუტურად თანამედროვე, ინტერნეტ სივრცეში ან ხშირად ფიზიკურადაც მე მინახავს სხვადასხვა ქალაქებში და ვიტყოდი რომ ერთ-ერთი გამორჩეული შენობაა თავის არქიტექტურით და უკვე მიმართულებებით და ეს ნელ-ნელა ფეხს იდგამს და ძლიერდება და ზუსტად ვიცი რომ ის განსაკუთრებული მიზიდულობის ცენტრი გახდება მალე. კი ბატონო. ლაშა, რადგან ჩვენ თქვით რომ გარდა უკვე ტაძრის კედლები ამოდის, უკვე დაიწყო ზრუნვა რომ ესე იგი აქ განხორციელება დიდი სულიერი ცენტრი, ბევრი მიმართულებებით იყო საჭიროება მაგალითად ასწავლებელი და უკვე გაჩნდა იდეა რომ ტაძარი ეკურთხებოდა ნეკლონ გალობლები. და უკვე შეიქმნა ეს ბანასთან არსებული ბანა, ესე ქვია, ხო? თქვენს ანსამბლი დავარქოთ გალობლთა გუნდი, არ ვიცი, რომელსაც შენ ახალი ბანას გუნდი. დირექტორი ბრძანდები ამ გუნდის. მოდი ამოდეთ გითხარი, როგორ მოხდა ეს და ცალკე ამ საქმიანობაზე, იმიტომ რომ გაგიცნობთ უკვე საზოგადოება ამ კონცერტებით, სულ მალე გექნებათ აუდიო ალბომის წარდგენება და ასევე გასტროლებზეც იყავით და ამოდეთ გითხარით. რა თქმა უნდა, მოკის კურთხევით მოხდა ესეც და რა ხდება ამ მუსიკალური მიმართულებით ბანაზე. კი ბატონო, მართლაც ეპარქიის შექმნის დღიდან ხა მოგეხსენებათ რომ მე მაქვს ეს შესაძლებლობა. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ კიდე შენ დაკავშირებას ეპარქიასთან და ეკლესიასთან. ხო, რომ მაქვს ეს შესაძლებლობა რომ იქ ეპარქიის ადმინისტრაციული კუთხითაც მეუფის წყალობით ჩართული ვიყო და აი ეპარქიის შექმნის დღიდან მეუფის იქ ჩამობძანების დღიდან, როგორც უკვე მღვდელმთავრის ორი ისე უცხო არ იყო ამ ეპარქიის შვილი იყო და მოძღვარია სასულიერო მაგ ეპარქიაში. კი, ბოლოს დროზე მეუფეობის ხელმძღვანელობით. პირველივე დღიდან აი აქტიურად მუშაობდით ჩვენ რომ გაკეთებული იყო მეუფეს ძალიან უყვარს ქართული გალობა ზოგადად მუსიკა მაგრამ განსაკუთრებულად ქართული გალობა ნუ ხელოვნებას ძალიან თავადაც როგორც მახსოვს დავით გარეჯის თბილისში გალობა კი თაცმინდაზეც და რაღაც კონკრეტული პერიოდი იყო უწმდესის გუნჩიც კი ბატონო კი ხო და სხვა შორის იხსენებენ ხოლმე შემდგომში სიმეონთან გალობდა კი ბატონო სიმეონთან კი და ზვიად იხსენებდა ამას და ცეცხლში შეხვდით რომ კაცო გვახსოვსო რომ გუნჩი იყო ერთადერთიო უწესიერესიო ყველაზე ჩუმი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი და ბოლოსო წავიდა მაგრამ ვერ გავიგეთო რა დროს წავიდაო და მე უფრო გაკურთხეთო მიჩილაშვილზე მოსაუბრო აი მე მივხვდო თქვენი ყავითო ეს თემურიო თქვენი ყავითო ეს ჩვენთან რომ გალობდითო და ამას ცეცხლში შედგა ეს ამბავი და ხო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მე უფრო გალობას და იმ დღიდან ვთქვით რომ აქტიურად დავიწყეთ ზრუნვა ვაშთა გუნდის ჩამოყალიბებაზე და ეს უკვე თავისთავად პოპულარიზაცია იქნებოდა და რაღაცა ბიზნეს მისცემდა სხვა მომავალთაობებს პატარა ასაკით პატარებს ბავშვებს ჩვენსაც ეპარქიის შვილებს რომ შეესწავლათ ეს უდიდესი საგანძური ჩვენი ქვეყნის და ჩვენ გავაკეთეთ გუნდი მე უკვე მათ შორის მეც ვიყავი გუნდის მონაწილე ბევრი მათგან უკვე გახდა სტუდენტი საომაროდ და დაიშალა ეს გუნდი ეპარქიაში ისე ხშირად ვეღარ უწევდათ შემდგომ როგორც იცით ახალი ბანა როგორც თქვით სხვა მიმართულებებს აერთებს მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კულტურული მიმართულება და კულტურულ მიმართულებას მეუფის კურთხევით სათავეში ჩაუდგა დავით ცინცაძე ფოლკლორისტი და მუსიკოსი შესანიშნავი ადამიანი და სწორედ აი დავითის განსაკუთრებული მონდომებით ახალგაზრდების გაერთიანება მოხდა და ჩამოყალიბდა გუნდი და უპირველესი მათი მოვალეობა და ფუნქცია იყო რომ ახალი ბანას დიდებული კათედრალისთვის ჩამოყალიბებული იყო გალობელთა გუნდი. ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ვართ 25 ადამიანი, ლოტვარ ჩვენ მუსიკალურად ხელმძღვანელობს შატო, საუკეთესო ახალგაზრდა ახალგაზრდა კონსერვატორიის სტუდენტი, მან უკვე დაამთავრა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სამგალობლო სადირიჟორო მიმართულება და ახალგაზრდა კონსერვატორიაში სწავლობს, ძალიან შემართებით არის და მე როგორც ამ გუნდის დირექტორი, როგორც ახსენე, ადმინისტრაციული კუთხით, როგორც შატოსთან მიმართებით, ასევე ანსამბლის თითოეულ წევრთან, საოცარ ადამიანებთან ძალიან მაგარ ბიჭებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ რომ საორგანო საკითხები მაქსიმალურად გამოვაცალო ამ ბიჭებს რომ მაქსიმალურად კონცენტრირდნენ გალობაზე და ჰარმონია შედგეს მუსიკალურად და ამიტომ შეიქმნა ეს და მე ასე ვთქვათ მეუფსილოს საკურთხევის ქვეშ მისი მფარველობის ქვეშ ვითარდება ეს გუნდი და როგორც ვთქვით უკვე საეკლესიო გალობისა ფოლკლორს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ასევე საგუნდო ნიმუშებს იმიტომ რომ საკომპოზიტორო ნამუშევრები
ჩვენ დიდარია ეს ქვეყანა და ბედნიერები ვართ იძლევა ამიტომ საშუალებას. გვაქვს ეს შესაძლებლობა რომ რაღაცებს წვალობთ, შრომობთ და ვნახოთ რა კარგად მოვა. შრომობთ. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ბევრი კუთხით მეუფის ხელმძღვანელობით არის სპეციალური ხალხი შეკრებილი, რომელიც ესე იგი ამ ბანას ახალ პროექტში არის ჩართული და ბევრი მიმართულებით ხდება ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში და როგორც ვთქვით, თავად ბანას ტერიტორიაზე რამდენიმე კონცერტიც გაიმართა, ხო? ცნობიერების კიდევ უფრო გავრცელებისთვის. დიახ, ამ მიმართულებით ზოგადად ბანას კონცეფციის ცნობადობისთვის არაერთი მასშტაბური კონცერტი გაიმართა, როგორც ბანას ტერიტორიაზე, ჩვენს დედაქალაქში, ოპერაში, ოპერის მომღერლები გაერთიანდნენ თავდაპირველად გიორგ გაგნიძის ხელმძღვანელობით, კი, რომელიც განსაკუთრებულად გვერდში უდგას ამ პროექტს, მას ხაშურიც განსაკუთრებულად უყვარს და ახლა უკვე ბანაც განსაკუთრებულად. სუხიშურები გაერთიანდნენ ბანასთვის, შესანიშნავი საღამო ჩაატარეს მათ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 3-4 წლის წინ და კიდევ სამომავლოდ არის დაგეგმილი ესეთი მასშტაბური ღონისძიებები, უბრალოდ დრო და ვითარებიდან გამომდინარე ხშირად გვიწევს ხოლმე გადანაცვლება, რაღაცა გადატანა ღონისძიებების, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლაშა, მოდი ცოტა ხანი ახლა შენზე გადმოვერთოთ. შენი დაკავშირება ეკლესიასთან, გნებავთ მეუფესთან არ დაწყებულა ბანათი. გარკვეულწილად არსებობს. და ეს დიდი ხნის არის. მოდი თავად შენზე მოგვიყევი ახლაც. არა როგორც ბანას დირექტორზე, არა როგორც ბანას პროექტ ჩართულ ადამიანზე, ლაშა გელაშვილზე, რომელიც თავის პირად დამოკიდებულებას გაგვანდობს ალბათ, როდის როგორ დაუკავშირდა ეკლესიას და როგორ მოხდა შემდგომ აი უკვე მეუფესთან დაკავშირება და იქ ყოფნა სადაც ახლა ხარ. მე ბავშვობიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულება მქონდა ეკლესიის მიმართ და განსაკუთრებით სასულიერო პირების მიმართ. ეხლა ვიხსენებ ხოლმე ხშირად ამას წინათ სახში ვსაუბრობდი ჩემთან, რომ მახსოვს ჩემი ემოციები, როცა სასულიერო პირს ხედავდი, როცა ბავშვი ვიყავი 7-8 წლის, მინდოდა რომ ჰორიზონტზე არ ცოტა ხანი კი არა, დიდხანს მეყურებინა ამ ადამიანებისთვის და რა თქმა უნდა ეს კრძალვა პატივისცემა და სიყვარული დღემდე შენარჩუნებული მაქვს. ჩემი ტაძარში მისვლა, როგორც იცით, მე წარმოშობით ხაშურიდან ვარ, იქ დავიბადე, გავიზარდე და დღესაც ხაშურელი ვარ და სული ქვარხში, გარდა იმისა, რომ ჩემი თავი საქმიანობა სამუშაო დღეებში არა თბილისს და ის ერთ-ერთ კომპანიას უკავშირდება, მაგრამ სულ ვარ ხაშურში შაბათ-კვირას მსახურებებზე, დღესასწაულებზე, ჩემი ოჯახი ახლა იქ ცხოვრობს და მოგეხსენებათ 11 წლის წინ, სანამ სუნამის ხაშურის ეპარქია შეიქმნებოდა, არსებობდა რუისუბნის ეპარქია, რომელიც ორ მუნიციპალიტეტს, ქარელსა და ხაშურს აერთიანებდა და მთავარი გახლდათ მეუფე იობი. ძალიან დიდებული ადამიანი და სწორედ მეუფე იობის სახელმა, მისმა განსაკუთრებულმა ავტორიტეტმა და ხალხის მიმართ დიდმა სიყვარულმა და დამოკიდებულებამ მიმიყვანა პირველად მას სამსახურებაზე. მინდოდა რომ ეს ადამიანი მენახა გამეცნო და როდესაც მივედით მის მსახურებას დავისწარი, უკვე შეუგრძო საკათედრო ტაძარში ხდებოდა ეს და უკვე ყოველ კვირას ზაფხულობით როდესაც არ დადეგებიყო და ჩვენ არ ოჯახიდან თქვა და არ გავდიოდით რაღაცა პერიოდი ქალაქიდან თითქმის ყოველდღიურ მსახურებას ვესწრებოდი ხოლმე და მე ნუ ჩემი მიზანი იყო რომ გავხდარიყავი კვართოსანი, სტიქაროსანი და ნუ გავხდი თუ არა 11 წლის მას საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა დაგვხდა უფლება რომ ეს შევიმოსი და იმ დღიდან უკვე აგერ 20 წელი სრულდება, 21 წელი დაიწყება ჩემი დაბადების დღე 9 ივლისს და 10 ივლისს შემოსეს დაბადების მეორე დღე და იმის შემდეგ მართლაც თითქოს არ შემილია ამ ამბის გარეშე, არაფერი განსაკუთრებულს არ ვაკეთებ, ვერ ვაგანა რა უნდა გავაკეთო, უბრალოდ აი არ შემილია იქაურობის გარეშე და თუ კი რამე შემილია, აი ჩემი პატარა ადამიანობით, ჩემი მცირე სარწმუნოებით მაქსიმალურად აი ყველაფერს ვცდილობ, რომ ამ დედა ეკლესიის წიაღს განუშორებლად ვიყო, იმიტომ რომ დრო არის საკმაოდ რთული, საცდურები არის ძალიან ბევრი და რაღაცნაირად მე ჩემ შინაგანი მოთხოვნებაა, რომ მუდმივად ამ წიაღში ყოფნით და ამიტომ მას შემდეგ უკვე რაც ეპარქია შეიქმნა, როგორც ხაშურელი, დარჩი მეუფეს იმუნთან. კი, აბსოლუტურად მეუფეს იმუნთან და მეუფემ სვიმეონმა მართლაც იმდენად მამობრივი მზრუნველობა და სხვა შორის არა მარტო ჩემს მიმართ, ზოგადად მას განსაკუთრებულად ახასიათებს ზრუნველობა და ყურადღება ახალგაზრდების მიმართ და აი პირველივე დღიდან გლობალშივე ვიცნობდი მეუფეს ძალიან დიდი. აი ეს უნდა მეკითხა, როდის შევხვდი პირველად მეუფეს? სამთავარი გახდებოდა, ვიცი რომ გიწევდა. ბერობიდან, როდესაც უკვე იგი ბერად აღიკვეცა რუისუბნის ეპარქიაში, იმ დროიდან ვიცი, მე ძალიან პატარა ვიყო, მაგრამ მაშინ სახალხო კი, სულ რაღაც 20 წელი. ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარი. კი, ყველაზე ახალგაზრდა მღვდელმთავარია, ასაკით და ხო, ასაკით. ხო და იმის შემდეგ უკვე მეუფის გვერდში დგომით მე ძალიან ბევრ რაღაცები დამევალა ეპარქიაში. ეს პასუხისმგებლობა რაღაცები მანდო და გულწრფელად ამ დიდ გზაზე
მე ძალიან გვერდით ამიდგა ბევრი მიმართულებით და აი დღემდე თუ შეიძლება ითქვას ასე ვთქვათ, მისი ლოცვა-კურთხევით ხდება ჩემი ყოველი გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ მე უკვე ჩემთვის აი ჩემი ოჯახის რო გამოდივარ, ჩემი და მამა ჩემი შემდეგ არის აი პირველი ადამიანი ჩემთვის და მათთან ერთად ასე რომ ვთქვათ, აი რანგირებას წარვაკეთებ, ვისაც ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს. მისი ზრუნველობიდან და გათვალისწინებიდან გამომდინარე. და მე როგორც ვიცი, ძალიან ბევრ შეუძლია ეს თქვას მეუფეზე. ძალიან ბევრი დაკავშირებული მასთან. ხოდა შორის არა მხოლოდ გულთავრობიდან, ჯერ კიდევ მანამდეც და ვიცი რომ ძალიან ბევრზე ზრუნავს. მეუფე ასეთი ადამიანია, ხო? ეს მე პირადად ვიცი. მრევლობას სიყვარულის მოძღვარი შეარქვამას და მართლაც ესეთი მუდმივად თვითონაც ბედნიერია, როცა სულ სხვაზე ზრუნავს. აი ეს ყველაზე ბედნიერი არის მაშინ. ლაშა, შენ მნიშვნელოვანი რამ ახსენე, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამოწდა ახლა ეკლესიას, როცა ძალიან ბევრი სტორია არის, თან შენ გიწევს რომ დაუშვათ და ქალაქში შენ საქმეში იყო, პლუს იყო სახურებაში, იმიტომ რომ ბევრი ფუნქციაც გაკისრია როგორც ოლთავართან სახური ადამიანი. რა არის აი დღეს ამ რთულ პერიოდში? შენთან შემიძლია ამაზე ხიათ საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ჭიდროდ ხარ დაკავშირებული ეკლესიასთან და პლუს ჩართული ხარ საერო ცხოვრებაში. რა არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ეკლესიაში და ეკლესიის ფუნქციაც, რომ ერთის მხრივ ცხადია სასულიერო პირი არ ხარ და საერო პირი ხარ და იცხოვრო ჩვეულებრივად, მაგრამ შინაგანად სულ იყო ეკლესიაში და ეკლესიის მთავარი ფუნქცია ეს ვისთვის და კარგად მოგეხსენება შენ რა არის ხო სულისხმონება ღმერთთან კავშირი და ღმერთის წიაღში ყოფნა ამისთვის არსებობს ეკლესია ხო და ნებისმიერი ჩვენგანი ჩვენ გვაცვია თუ არა დაუშვათ საბრძოლო შესამოსელი თუ უბრალოდ კვართი გვაცვია სტიქარის თუ დავდივართ ეს არის ეკლესიაში ეს გვერდიანეს რომ ღვთისმსახურები ვიყოთ აი ეს რა არის და ეკლესიის როლს და ფუნქციას დღეს როგორ ხედავ და რამდენად შეიძლება რომ დღეს ადამიანი იყოს საერო ცხოვრებაშიც მაგრამ შენი არცით შენი ცხოვრებით გეუბნები ცხოვრების წესით ეკლესიას არ მოსწრებ, იმიტომ რატო ვიძახი? ბევრი ვიმართლებთ ხოლმე თავს, რომ აი რა ვქნა ერში ვარ და ვერ ვახერხებ. ხო და ვაღაც ვაბრალებთ კიდე შეიძლება ღმერთს და ეკლესიას, რომ ჩვენ რო რაღაცა მერე გვემართებ. კი, კი. ხო, დროება მართლაც მომთხოვნე რთულია, მაგრამ მოდი შევთავაზეთ და ვთქვათ, რომ რაც წაგვიკითხავს თუ გვინახავს მოგისმენია, არც ერთი დრო და ყოფა არ ყოფილა მარტივი ადამიანებისთვის. რთული დრო იმოთქონათ თუ ქონათ. რა თქმა უნდა, აბა რა ქრისტიანულად სწორი ცხოვრება. 100.000 მოწამე რა თქოს მაშინ. 100.000 მაგარეჯელა ბევრმა და მოწამეებმა კიდე. ასამბლე ჩვენ უფრო თანამედროვეები ავიღოთ. ჩვენ არ გვიგზავნებთ რა სპორტის გადაწერას და იმათ მაგის გამო დახვეჭით. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა და გულწრფელად ადამიანებს აი განსაკუთრებით იმ ადამიანებს რომლებიც ქრისტიანებად ვიწოდებით, რაც ყველაზე მეტად გვაკლია ეს არის სიყვარულის გრძნობა, უნარი და ერთმანეთის გათვალისწინება. ამიტომ თუ კი რამე ეკლესიაში ხშირად ან ეკლესიაში მყოფი პირებისგან რაღაცა არასწორად ხედავთ ან რაღაცა ცუდად ხედავთ და იხდება ეს აბსოლუტურად ისევ და ისევ ჩვენ ახლა მოდი შევთანხმდეთ რომ ჩვეულებრივი ერის ადამიანებისგან შედგება ეს ეკლესიაც და იქ ანგელოზები არ არიან და ამ კუთხით მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გაგება შევძლოთ რომ ამის აღქმა უნდა გქონდეს და მთავარი არის ერთი რომ ერთმანეთის გათვალისწინება უნდა ვისწავლოთ. შეცდომებს ვუშვებთ ყველა, მაგრამ აუცილებელი არის მიტევების უნარი, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანები ჩვენ კერდით ვატარებთ ჯვარცმას, ხო? და ქრისტიანმა ბოლოს დღეში ერთხელ მაინც უნდა დახედოს ამ ჯვარცმას და გაიაზროს, რომ აი რისთვის არის ეს, რატო აი ჩვენ რატო ვიწოდებით ქრისტიანებად, ხო? მარტო ის ხო არ არის მართლა ზედმიწევნით ვიცოდეთ წმინდა საკითხავები, წმინდა წერილი იქნება თუ წმინდათა ცხოვრება, ხო? ეს თუ პრაქტიკულად არ გადავიტანეთ ცხოვრებაში, აზრი არ აქვს და ამიტომ ეკლესიის როლი ამ კუთხით ძალიან დიდია. ვისაც უნდა სმენა და გაგონება რომ მოვიდეს და ისმინოს რომ ამბობს ხო მაცხოვრე და ამიტომ თუ კი ჩვენ გვინდა სწორი ცხოვრება, გვინდა ქრისტიანულად და თვალსაზრისით სწორად ცხოვრება, ასე რომ ვთქვათ, ეკლესია ჩვენ გვაქვს, მოძღვრები ჩვენ გვყავს და ამისთვის ყველაფერი გვაქვს და თუ ჩვენ ხა საბაბებს ვეძებთ რომ რაღაცნაირად თავი დავიძრინოთ პასუხისგებლობებისგან, მე უკვე იქ ხდება გადაბრალებები, რომ აი მიზეზების უღარეს. მე რა თქმა უნდა ამას რა დალევს. კი ბატონო. შენ ახლა აი ძალიან კარგი მაგალითი ხარ, რას გულისხმობ, ხო? როცა თავად აღნიშნე, რომ კვირის სამუშაო დღეებში ხარ აქტიურად დედაქალაქში, შენს პირად საერო საქმიანობაში და შემდგომ შაბათ-კვირას მიდიხარ მსახურებაში. ხშირად ჩვენ გვემართება, რომ ეკლესია გვაქვს ეზოში და არ მივდივარ და ვიმართლებ, რომ აი დილა სამსახური მქონდა, რაღაც ერთი დღე მაქვს დასვენება. მაინც გონია, რომ არ არსებობს მდგომარეობა თუ შენ გინდა არ მიხვედი. მაგრამ სულ რო ვერ ახერხებდე, შინაგანად მაინც ხო არავინ არ გიშლის ამას. გამორიცხულია. კვირაში ერთხელ რაც გინდა ადამიანი ყოველთვის გააკეთებ იმას. ხატაზარში ჩასვლას და ის 1-2 საათით კვირაში 2 საათი ღმერთს გამოვუყო და ღმერთს კი არა, რასაც ვაკეთებ, შევთავაზებ შენ თავის ვაკეთებ. არც ვაკლებ და არც ვუმატებ. აბა რა თქმა უნდა, ღმერთს საერთოდ არც განარისხებს, ხო, ქრისტიანულ არაქრისტიანულ ცხოვრება ადამიანის, უბრალოდ
იმის ზრუნველობიდან და სიყვარულიდან გამომდინარე ხდება ყველაფერი. ამიტომ რაც გინდა ადამიანი მას ყოველთვის აკეთებს. თუ გქონია შენ ვფიქრობ 11 წელს იყავი ხო როცა ხო აი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია თუ გქონია შემთხვევა როცა გაიაზრე რაღაცა შემდგომ გარდატეხის ასაკი იყო დამოუკიდებელ ცხოვრება დაიწყე რომ აი რაღაც დროს მოწი რაღაც დროს ფიქრობდი რომ ცოტა დაშორდი რაღაცამ შეიძლება დაგაბკოლო თუ არ ყოფილა შემდგომ იმიტომ რომ ჩვეულებრივი მომენტია და პირიქით გონია რომ ამის მიუხედავად თუ დადიხარ რომ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ანუ რას ვეძახი იცი რომ ბავშვობაში რაღაც ხიბლია მოგცნო სხვა საცვიასტიკ არის შენ ჩაიცნი გულთავარი დაინახე მე გვემართება ადამიანს რომ ყველაფერი ჩვეულებრივი ხდება და ძალიან საშიშია ეკლესიასთან გაშინაურება. აი, მახსოვს ეს თავის დროზე მითხრეს, როცა ასტიკარი იყო, მახსოვს როცა პირველ თუ წმინდეს შევხვდი, აი ეს ემოცია და მე რესონი ფიქრია, რომ აი, ღმერთო, ნეტ აი ეს მოგზალება არ გამიშინაურდეს. და ერთმა ჩემთვის ძალიან ძვირფასმა სასულიერო პირმა თქვა ესეთი რამე, პატრიარქი არის ცეცხლებით. ოღონდ პატრიარქი არის მხოლოდ ილი მეორე კი არა, პატრიარქი ამას გვეუბნება. მიუახლოვდები, დაიწვევი, მოშორდები, გაიყინებ. ესეა ეკლესია, ესეა ღმერთი, ესეა სასულიერო პირი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დისტანციას და ამ ზღვარს რაც ახლა ახსენეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ზოგადად. განსაკუთრებულად ეკლესიაში მსახური ადამიანებს მოსდით ხოლმე ამ ზღურების, არ ვიცი, ასე მესმის ხოლმე ყოველ შემთხვევაში რომ ამ ზღურები ირღვევა ხოლმე. კი, რაღაც გაშინაურებული ხდება. მე გეტყვით რომ ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად, ჩემთან ერთად, ჩვენს მთავარ სტიქაროსნობაში მაგალითად ასე რო ვქვია, ძალიან ბევრი სტიქაროსანი ასაკი ჩვენზე დიდი სასულიერო პირი გამხდარა. ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და დღესაც ასდება რჩებიან, მაგრამ დღეს ის ჩემთვის არის სასულიერო პირი და მე მათთან აი ძალიან ბანალური შეიძლება იყოს თქვენობით და შენობით შორის საუბარი, მაგრამ დღეს ის იმას ვესაუბრებ თქვენობით და არც ერთ შემთხვევაში ის ჩემთვის უკვე მარტო მეგობარი აღარ არის, ჩემთვის არის სასულიერო პირი. შენ აღარ არის, თქვენ არის. კი რა, აბსოლუტურად თქვენ არის და ამ ზღვარს აი თვით მანაც რო შეეცადოს პირობითად. უბრალოდ სიყვარულიდან გამომდინარე და როგორც მე მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებ ხოლმე რომ ეს ზღვარი არ დაიყოს, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ სასულიერო პირობა ერთ-ერთი ყველაზე რთული სასულიერო კუთხით ვავრო, ყველაზე რთული მდგომარეობა არის და თუ ერის თვალსაზრისით აი ყველაზე რთული პროფესია ალბათ ამ ქვეყანაზე და ამიტომ ჩემთვის რაღაცები არის წმინდა და ამას ვერაფერი უცვლის. თუმცა არის ხოლმე საცტურის, ხო? ხანდახან. რა თქმა უნდა, საცტურის. იმიტომ რომ მაგალითად დავიყოთ, აი სიტყვაზე, პირობითად დავიყოთ. შეიძლება იყოს შენ ცხოვრებაში, რომ შენ იყო მთავარი სტიქაროსანი და ყავდა სტიქაროსანი. დღეს ეს არის სასულიერო პირი. ანუ უპირატესია. აბსოლუტურად და რა თქმა უნდა, ის არის ეს შემთხვევები, ხო? ძალიან ბევრი და ძალიან ხშირი. კი, აბა. კი ბატონო, ლაშა ისევ ბანას დაუბრუნდეთ, ვთქვით რომ ძალიან მალე გექნება თქვენ აუდიო ალბომის პრეზენტაცია და თუ არა დაგეგმილი კონცერტები, მესმის რთული პერიოდი, რაღაცები გაჩერებული იყო, მაგრამ თუ გეგმავთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ რა უცხოეთშიც იყავით რამდენჯერმე და ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს განვითარების. კი, ჩვენ მიუხედავად რთული პროცესებისა, აქტიური მუშაობა არ გაგვიჩერებია, არ შეგვიწყვეტია, იმიტომ რომ გათავისებული გვაქვს რა რომ მსახურებით ავაკეთებთ ქართულ საქმეს, ბუნებრივი ახლა ეს ამოცემულობას არაფერს არ ცვლიდა, რომ ჩვენ მუშაობა გავგრძელებინა. ჩვენი სამოქალაქო თუ პიროვნული აზრის გამოხატულებას ბუნებრივი არავის არ უშლის და კრძალავს. ამ კუთხით ვითარდებით კი, რამდენიმე ღონისძიება არის დაგეგმილი, ვნახოთ როგორ მოგცემთ დრო და გარემოება საშუალებას, რა ფორმატში შევძლებთ ამის ჩატარებას. უბრალოდ ვიტყვით, რომ პირველი აუდიო ალბომი ჩაიწერა გუნდის მიერ, გასულ წელს უკვე დეკემბერში ჩვენ მზად გქონდა და ვაპირებთ ამ ალბომის გამოტანას, ასე რომ ვთქვათ, პრეზენტაციას და ერთგვარ საანგარიშო მოხსენებით კონცერტს და შემაჯამებელს ჩვენი სამწლიანი პატარა მცირე შრომის, რაც თუ შეიძლება ასე ითქვას და ვნახოთ სამომავლოდ გეგმები ძალიან ბევრია. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება აი პირად ჩემს ვამბობ, რომ პოპულარიზაცია ქართული კულტურის ალბათ აი ამაზე ძვირფასი რა არის ახლა ჩვენ ყოფილვართ აზიაში, ყოფილვართ ევროპაში და გვინახავს ეს გაუცებული მსმენელი, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, რომელსაც მუსიკა კარგად ესმის, საუკეთესოდ ესმის ფოლკლორით და მისი სირთულებით, მისი სიდიადით და როდესაც შენ ასმენინებ ამ ქართული პოლიფონიის ნიმუშებს ისე როგორც ასევე საეკლესიო გაუცემ ნიმუშებს და მათ გაუცებულ სახეს ხედავ, ეს ძალიან დიდი ბედნიერება, რომ ბოლოს მოგეცა შანსი, რომ რაღაცა სიკეთე გააკეთო კომპოზიტორს და ერისთვის და მადლობელი ვარ მეთქის, რომ რაღაცა შესაძლებლობა გვაქვს. მეც მადლობელი ვარ, მოხვედი გვესაუბრა, გისურვებ წარმატებას, რჩევი გულშემატკივრა და წარმატება ბანას, წარმატება შენ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ვისაუბროთ ყველაფერზე, რა ვიცი, რაც კი ხელოვნებას ეხება და ისე ზოგადად ქართულ კულტურულ ცხოვრებას.